მოგესალმებით. პირველ რიგში რატომ გაგიჩნდათ რომ მე ვარ შემჩნეული ყავართ მოსკოვში, ორენბურგში თუ ტულაში ჩემი ვიზიტებიდან. თქვენი გამოსვლის შემდეგ იყო ეს განცხადება გაკეთებული. არა, დღეს გააკეთეს განცდა. დღეს გააკეთა განმარტება პარლამენტის თავმჯდომარემ რომ მე არა ვარ ნაგულისხმები, მაგრამ ეს ხარ ჩემთვის მესამე და მეათე ხარისხოვანია სიმართლე რომ გითხრათ. იმიტომ რომ იალიყების მიწებება საერთოდ ადამიანებზე არის უარგუმენტობის და უაზრობის შედეგი და ამას თითოეულ ჩვენთანგანი მიჩვეული ვართ. მე კი არა თავის დროზე ეს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ეძახდნენ ათასგვარ სისაძაგლეებს კგბ-სგან დაქირავებული მანქურთები და ეხლა მე რომ რაღაცა დამიძახონ გასაკვირი რა არის ამაში, ამიტომ ამაში მე პრობლემას ვერ ხედავ. ეს მწვავე განცხადება ყოველ შემთხვევაში თქვენი იმ გამოსვლის შემდეგ იყო, როდესაც თქვენ მიკროფონთან მიხვედით და გააკეთეთ განცხადება მიწების თაობაზე. ხომ არ შეგყავთ ერთგვარ შეცდომაში საქართველოს მოსახლეობა, როცა ამბობთ რომ საქართველოს ხელისუფლება ყიდის მიწებს? უცხოელებს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ერთი რამ და მინდა გავაკეთო განცხადება, რომელიც მინდა მოისმინოს თქვენმა ტელემაყურებელმა და მთელმა საქართველომ. დღეს ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვის წინააღმდეგ გაერთიანდა და ოფიციალური განცხადება გააკეთა სამმა პოლიტიკურმა ძალამ. მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ, ქართულმა ოცნებამ და გიგა ბოკერიას პოლიტიკურმა დაჯგუფებამ და მე ულოცავ ქართულ ოცნებას ღია ალიანსის შესვლას ნაციონალურ მოძრაობასთან და მიხეილ სააკაშვილთან. აი ეს სამი პოლიტიკური ძალა და კიდევ გირჩი თუ არ ვწდები მისი წარმომადგენელი მანდგიზით არიან მომხრეები იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არ ჩაიწეროს მუხლი, რომლის მიხედვითაც აკრძალული იქნება ქართული მიწის გაყიდვა. ჩვენ სხვა მოთხოვნა არ აგვაქვს ამ ეტაპზე და სხვა მოთხოვნით არ მივსულვართ იქ. ჩვენ მივედით ერთადერთი მოთხოვნით რომ ინდუსებზე, არაბებზე, ირანელებზე, სხვა უცხოელებზე არ მოხდეს ქართული მიწის გაყიდვა და თუ კი ეს საკითხი დგას დღის წესრიგში, მაშინ ეს გადაწყვიტოს არა რაღაც ვიწრო პარტიულმა რაღაცა შემადგენლობამ, არამედ ეს გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ, გადაწყვიტოს ქართველმა ერმა, იმიტომ რომ ქართული მიწა არ არის არც ირაკლი კობახიძის, არც სანდრო ბრეგაძის და არც ნებისმიერი სხვა ადამიანის. არც რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის. ეს არის ჩვენ მხოლოდ იჯარით სარგებლობა შეეძლებათ ისიც გამონაკლის შემთხვევაში ეს მთელ პირასთან თქვა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია მოწმების წარმომადგენელი გვიზის აქ და მე მასაც დაუსვავ ეხლა კითხვას თქვენ მიპასუხეთ და მოვისმენთ. დაუსვით, მაგრამ ეს არის არასერიოზული მსჯელობა. მეც გამიგია ესეთი ფრაზები რომ მე სანდროს სიტყვას გაძლევ რომ მიწა არ გაიყიდება. რას ქვია სიტყვას მაძლევ? სიტყვას მაძლევ რა ქუჩაში ვარ, ბირჟაზე ვარ, გარჩევაში ვარ, თუ ხომარს თამაშობ და შემდგომში რაღაც თავანი მაქვს ჩასაბარებელი. რას ქვია სიტყვას მაძლევს ვიღაცა რომ მიწას არ გაყიდის. თუ სიტყვას მაძლევ, ადექიდან ჩაწერა ეს კონსტიტუციაში, მაგრამ ესე არ არის. ამათ გადაწყვეტილი აქვს მიწის გაყიდვა. უბრალოდ ამ ეტაპზე ამას ვერ ამბობენ. დღეს უკვე დაწყებული არის ეს პროცესი. ეს პროცესი დაიწყეს დავით აღმაშენებლის გამზირიდან, როდესაც მთელი დავით აღმაშენებლის გამზირი ირანელებს, თურქებს და არაბებს ჩააბარეს და ეს ქართველი ვეღარ გაივის. ქართული ოცნების წარმომადგენლებს დავამთავრებ ისევ დაგიბრუნდები თუ შეიძლება. უდასტურებ მას უდასტურებ პატივისცემს, მაგრამ დავამთავრებ. დღეს კუმისში თელეკომისის მოსახლეობა გამოსული არის ქუჩაში და აპროტესტებს იმას, რომ არაბებმა იყიდეს უდიდესი ტერიტორია კუმისის გარშემო და იქ დგამენ საცხოვრებელ სახლებს. ასეთივე სიტუაცია არის საგურამოში და მე ვიცი, იმიტომ რომ მე არა ვარ თქვა შორს მდგომი ამ ხელისუფლებიდან ზუსტად 1 წლის წინ სწორედ ამ საკითხებზე მუშაობდი ხელისუფლებაში. მე ვიყავი დიასპორების საკითხში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და მანამდე ტოლთა და განსაკუთრების მინისტრის მოადგილე და მე ვიცი თუ როგორი მასობრივი შემოტევა არის იმისა, რომ ქართული მიწა დაისაკუთრონ უცხოელებმა და ქართულ მიწაზე დასახლდნენ ადამიანებმა.
ხელისუფლების წარმომადგენელი რას გვეტყვის ხო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხო ეხლა რა გადაწყვეტილება აქვს გუნდს რომელიც მართავს ქვეყანას ბატონო დიმიტრი რა სიტყვით სანდრო იყავი ჩვენთან ერთად ხაზზე ხარ შენ დიახ სიამოვნებით უპასუხებ და დავადასტურებ ჩემს პოზიციასაც და ჩემ გუნდში ამ საკითხთან რა დამოკიდებულებაა ჯერ ერთი მინდა ვთქვა ის რომ კომისია რომელსაც გამოიტანეს არის პროექტი და ეს არ არის საბოლოო ვარიანტი ეს ანუ საბოლოო ვარიანტს გადაწყვეტილებას ღებულობს პარლამენტი და არა კომისია ისე რომ მე ვფიქრობ არასწორია როცა იბუარად ვაკეთებ